მიუნხენი 25 იყო განგაშის სიგნალი. შტატები აღარ არის ევროპისთვის საიმედო პარტნიორი. წერს სოციალურ ქსელ X-ზე ექსპერტ კომენტატორი ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი ტერე ჰელანდი. ის შტატების თავდაცვის მინისტრს უკრაინის გაყიდვაში ადანაშაულებს. ჰელანდი საქართველოს ბრძოლის ველად მოიხსენიებს და ევროპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ევროპის შემტევი პოლიტიკის გეგმებზეც წერს. სამოქმედო გეგმაში კი ქართული ოცნების ლიდერებისთვის სანქციების დაწესებას, ქვეყანასთან ეკონომიკური ომის წარმოებას, ახალი არჩევნების დანიშვნას და ევროპის მხრიდან ქუჩის აქციების მხარდაჭერას ასახელებს. ევროპა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რეაგირებდა კრიზისებზე, ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა. ახლა ევროპა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სტრატეგიულ შეტევაზე უნდა გადავიდეს. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მომავალი. ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯი ეს იქნება ევროპის ხელმძღვანელობით დამაჯერებელი გამარჯვება საქართველოში. საქართველო ეს უბრალოდ პატარა ქვეყანა არ არის, ეს სტრატეგიული ბრძოლის ველია. ფრონტის ხაზი რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, საკვანძო ენერგეტიკული დერეფანი ევროპისთვის, ევროპული ძლიერების გამოცდა. საქართველოში გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გადარჩენას, პუტინისთვის ზიანის მიყენებას და იმის დადასტურებას, რომ ევროპას შეუძლია იყოს ლიდერი.